ფოტოგრაფთა კლუბის საჩივარი გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა და მერის წინააღმდეგ მიმართული დავა წარმოებაში მიიღო, თუმცა როდის ჩაინიშნება პირველი სასამართლოს ხდომა ჯერ უცნობია. რაც შეეხება მხარეებს შორის დავას, საქმე ეხება მერის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ გულედანის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სახელოვნებო დაწესებულების თანამშრომლებს ლომჭაბუკის მიმდებარედ განთავსებული შენობის სარგებლობის უფლება ვადაზე ადრე შეუჩერდათ, რადგან 2024 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2 წელი აქვს. თოგვრიტიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია და იმ საპროტესტო ინსტალაციას უკავშირებს, რომელიც ხელოვნების საგამოფენო სივრცეში იყო განთავსებული. მერის ცნობით კი მუნიციპალიტეტი აღნიშნულ სივრცეში გეგმავს ინოვაციების ცენტრის მოწყობას ახალგაზრდებისთვის, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით. მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს ჰქონდა შეთანხმების შეწყვეტის უფლება. გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო წარმოებაში ჩვენი სარჩელი. ეს იყო მესამე მცდელობა, რომ წარმოებაში მიიღო და ამის შემდგომ უკვე, ასე ვთქვათ, რიგითობის მიხედვით ჩაინიშნება ჩვენ პროცესი და შემდგომი უკვე ნაბიჯები აქედან გამომდინარე იქნება და რომელსაც აუცილებლად შეგატყობინებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩვენი მხარდამჭერი და საქმით დაინტერესებული ადამიანი გვინდა რომ დაესწროს პროცესსაც და ნახოს რა ხდება, როგორ მოხდება და იმედი გვაქვს რომ ისიც სასამართლოც სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, იმიტომ რომ ერთი ჩვენი ადვოკატისგან რაც ვიცით, სამართლებრივად უპირატეს მდგომარეობაში ვართ და მეორე მორალური მდგომარეობაც ხელს გვაძლევს, ასე ვთქვათ. და იმედი გვაქვს რომ ჩვენ სივრცეს ისევ განვავითარებთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით. როცა თუ იყო მცდელობა რაიმე ტიპის გორის მერიასთან მოლაპარაკების ამ საკითხთან დაკავშირებით? სამწუხაროდ არანაირი მცდელობა, ფაქტობრივად მხოლოდ და მხოლოდ იმ წინ რაც წერილები უსწრებდა, მხოლოდ მათით შემოვიფარგლეთ და დამთავრდა, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია. ცალმხრივად შეწყვიტეს ხელშეკრულება და უკვე ამ პროცესებში ვართ, სადაც ვართ. მოლოდინები როგორია თქვენ? მოლოდინი ცალსახად დადებითი, იმიტომ რომ აი რაც ეხლა ვთქვი რა, ჩვენი ადვოკატი ლექს გვეუბნება, რომ სამართლებრივად უპირატეს მდგომარეობაში ვართ. მეორე რაც არის, ეს არის მორალური მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო ამ სივრცესთან და ზოგადად ჩვენ საქმესთან გვაკავშირებს და გონია რომ ამ ქალაქისთვის კარგ საქმეს ვაკეთებთ.